თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. უფრო დიდი გზნობა ვიდრე სამშობლოს სიყვარულია არ არსებობს. ეს არის ღვთით ბოძებული დიდი ნიჭი, რომელიც უფალმა ადამიანს მისცა, რომ ესე იგი თავისი თავი რომ გადაერჩინოს, თავისი ერი რომ გადაარჩინოს, თავისი ქვეყანა რომ გადაერჩინოს და უყვარდეს თავისი მოყვასი უყვარდეს თავისი წინაპრები უყვარდეს თავისი ისტორია უყვარდეს. თუ ისტორია არ გიყვარს, თუ შენი წინაპარი არ გიყვარს, თუ შენი მოყვასი არ გიყვარს, შენი გვერდზე დგომი არ გიყვარს, მაშინ შეკითხვას გააძლევთ, გეკითხებით, მაშინ საერთოდ რატომ მოხვედით ამ ქვეყანაზე, რა გინდათ? ერთადერთი აი ცხოველს არ აქვს სამშობლო, ცხოველისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, სადაც კარგად აჭმევენ, მისი სამშობლო არის ის. ჭირდება მხოლოდ ჭამა და ძილი და მეტი არაფერი. ჩვენ ადამიანები ვართ, უფალმა შექმნა დავყო, ერება დავყო. დიდ ერად არ გაგვაერთიანა, რატომღაც იყო გაერთიანებული, ერთი ერი იყო და მე დავყო ასე პატარ-პატარა, ზოგი დიდია, ზოგი პატარა არ აქვს მნიშვნელობა, დავყო ერება დავყო. ეს რატომ მოხდა ასე? იმიტომ მოხდა, რომ ესე იგი როცა დიდი ხარ, სიყვარულიც უფრო სხვანაირი გაქვს, აი დააკვირდით თქვენ ესე იგი აი დიდ იმპერიებს, დიდი ერების იმპერიებს სხვანაირად უყვართ. ერთმანეთს კი სხვანაირად უყვართ, ჩვენ სხვანაირად გვყვარს, ერთმანეთი უფრო უფრთხილდებით ერთმანეთს და უფრო მჭიდრო კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. ოჯახის ტრადიციებს უფრო მეტად ვიცავთ, დაუშვათ დიდი ერების წარმომადგენლები. მე არ ვაკნინებ არც ერთ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრის გამო, ყველაზე კარგები ვარ. დედამიწის ზურგზე არა ვარ. შეიძლება ერთ-ერთი არ ვიცი ახლა ისე ბევრი კარგი თვისება გვაქვს, მაგრამ ცუდით ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენ და სამწუხაროდ მე ხლა ამის გარკვევას და გარჩევას არ დავიწყებ. მე მინდა უბრალოდ გითხრათ ის, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის სიყვარული და კერძოდ გვარების ისტორიის, ამ შემთხვევაში ჩვენ გვარების მკვლევარი ვართ, მე და ვალერი ხიმშიაშვილი ვარ, გახლა ვარ გვარების მკვლევარი და აი ეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და მარტო ჩვენ კი არ გვანიჭებს. ჩვენ ვანიჭებთ ძალიან დიდ სიამოვნებას იმ ხალხს, ვინც დაინტერესებული ამ ყველაფრით. და ამ ყველაფრით ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წერილები მოგზდის და ძალიან ბევრი გამოხმაურებები აქვს ჩვენს ამ გადაცემებს და ეს გვახარებს, თითოეულ ჩვენ გარს გვახარებს და გვაძლევს სტიმულს გვაძლევს იმისა, რომ ესე იგი უფრო მეტი გავაკეთოთ კიდე. ბევრი ადამიანს გულწრდება იმაზე, რომ ესე იგი ყველას უნდა, რა თქმა უნდა, ყველას უნდა თავისი გვარის ისტორიის მალე შეცნობა და მალე გაგება, მაგრამ ეს ცოტა დამოკიდებულია იმაზე, ესე იგი 18000 ქართული გვარია და ყველა გვარის ერთ დღეს წარმოჩენა არის შეუძლებელია, მეგობრებო, დამიჯერეთ ეს და ჩვენ რამოდენიმე გვარს ვაჟღარებთ ხოლმე კვირაში ერთხელ, ჩვენი გადაცემა გადის კვირაში ერთხელ. მე უფრო ლაპარაკობ, შესავალ ნაწილს უფრო მეც ლაპარაკობ და ძალიან ცოტა გვარებზე მოგითხრობთ ხოლმე და უფრო მეტ ნაწილს, ესე იგი ასე თქვათ, დაიტვირთა ვალერი ხიმშიაშვილი და ვალერი ხიმშიაშვილი წარმოგიდგენთ რამოდენიმე დაუშვათ 8-10 გვარს. გვარების ისტორია საქართველოში
ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მოდის ძალიან დიდი ხანია ჩვენი ყოველთვის იყო დაინტერესებული პირველი მცდელობები, ახლა აი იყო დაუშვათ ვახუშტის ჰქონდა, იონა ბატონიშვილის ჰქონდა და ჰქონდათ ძალიან კარგად აქვს აღწერილი ეს ყველაფერი რამოდენიმე სათავადოს და სააზნაუროს ისტორიები და მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ამ გვარების შესწავლას. შემდეგ როგორ განვითარდა ეს ყველა მიცი ძალიან ბევრი ისტორიკოსი იყო და კარგი ისტორიკოსი, რომლებმაც ესე იგი დასაბამი მისცეს დღევანდელ ესე იგი ამ გვარების ისტორიას და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და თუ რაღაცა გამოგვივიდა კარგი, რაჯობია და ჩვენზე თუ ვიღაცა ასე იტყვის მომავალში, როგორც ახლა მე ვლაპარაკობ დაუშვათ იმ ჩვენ წინაპრებზე, ივანე ჯავახიშვილზე, ჯვარი მწერია, არავის არ უადრით თავს, აზია ლაპარაკი, უბრალოდ თუ კი რამეს გავაკეთებთ, შევძლებთ და ადამიანს შევაყურებთ საკუთარ გვარს, ეს იქნება ძალიან კარგი. გვარების ისტორია იმითიცაა კარგი და საინტერესო, რომ ესე იგი ჩვენს აღძრავს, ჩვენს გონებაში და ჩვენს სულში აღძრავს იმ სიყვარულს აღძრავს, რა სიყვარულიც ჩვენ უნდა გქონდეს, თითოეულ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის წინაშე უნდა გქონდეს. ჩვენ იმიტომ ვამბობ ამას, რომ ჩვენ იმდენად ღირსეული წარსული მქონდა და იმდენად მნიშვნელოვანი წარსული მქონდა, იმდენად ჩვენი წინაპრები იღებდნენ მონაწილეობას, ყველანაირად იღებდნენ მონაწილეობას ამ ქვეყნის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას, რომ ესე იგი ჩვენ გვიამაყება ეს ყველაფერი და ამიტომაც ავართ ასე რომ იქნებ ჩემი გვარიც მონაწილეობდა რამე ამა თუ ასე ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი, მეც ასე ვფიქრობ და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეხლა მისმენს, მე ყველა ასე ფიქრობს, რომ იქნება ჩემი წინაპრის რაღაც როლიც შემხვდეს რაღაცა ამა თუ მოვლენას, დიდ მოვლენასთან დაკავშირებით და ამის მოლოდინი არის ძალიან დიდი და მოლოდინიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება თავის საკუთარი გვარით და უღრმავდება ამ ყველაფერს და იქნებ ჩემი წინაპარიც იღებდა მონაწილეობას ამა თუ დიდ მოვლენაში. ეს არის საფუძველი და ფუნდამენტი იმისა, რომ ესე იგი შეიყვარო შენი გვარი შეიყვარო და შეისწავლო შენი წინაპრების ისტორია. აქედან გამომდინარე ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ სამეფო კლუბის გადაცემა ესა. ჩვენ სამეფო კლუბის წევრები გახლავართ, მე გახლავართ ლევან ბერაია, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი საქართველოს ისტორიული გვარები. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ეს მართლა ასეა. დღეს მინდა რამოდენიმე გვარი მინდა შემოგთავაზოთ. ერთ-ერთი ესეთი გვარია. მე კიდე ხო მინდა რომ ესე იგი დღესაც ჩათვა იქნება ვალერის ძალიან საინტერესო გვარებით. გააშუქებს დაახლოებით 10 გვარს გააშუქებს და მოусვინოთ ვალერის შემდეგ მე რომ მორჩები საუბარს მე ვალერი ჩაგვერთვება იმაში გადაცემაში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა მინდა აფხაზების გვარიდან, აფხაზიშვილების გვარიდან დავიწყო. ეს არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი გვარია თავისი ასე თქვა თავისი შთამომავლობით და თავისი გვარის წარმომადგენლებით. ეს გვარი არის აფხაზიშვილთა საგვარეულო, რომელიც მე-17-მე-18 საუკუნეში ესე იგი ჩამოყალიბდა კახეთში, ანუ ესე იგი აფხაზთა საგვარეულო სათავეს იღებს აფხაზეთიდან და წარმოადგენს აფხაზეთის ერთ-ერთ უძველესი და გავლენიანი საგვარეულოს ანჩაბაძეთა კახურ განშტოებას, ასე ვთქვა, დოკუმენტურად ეს ნათლად ჩანს 1653 წლის როსტომ მეფის სიგელიდან, რომელშიც იქ ნახსენებია ჩვენსა ერთგულსა და გაზდეს ანჩაბაძეს აფხაზ გიორგის. ამით პირდაპირ ვლინდება, რომ აფხაზთა გვარის პირვანდელი გვარი იყო ანჩაბაძე, ხოლო აფხაზი წარმოშობის აღნიშნული ეპითეტია, რომელიც მოგვიანებით გვარში გადაიზარდა. ამავე პერიოდში მეფე როსტომმა გიორგი ანჩაბაძე აფხაზის ქორწინებით დაასახლა
კახეთში სოფელ კარდენახს, სადაც გადასცა გოშფრიშვილების ობოლი ასული ცოლად, მისი გადაცვალებული სიმამრის მამული, კარდენახის სასწრო მამულები. ამით აფხაზთა საგვარეულო მე-17 საუკუნის შუახანიდან უკვე იკავებს მყარ ადგილს კახეთის სოციალურ ელიტის რიგებში. ჩვენ ვიცით რამოდენიმე ისტორია იხსნობს რამოდენიმე აფხაზიშვილს, რომლებიც საკმაოდ გავლენიანი ფიგურები იყვნენ იმდროინდელ საქართველოში. ერთ-ერთი იყო იოანე აფხაზი სამეფო კარის მესტუმრე. 1656-1659 წლებში საისტორიო წყაროებში ხშირად ხშირდება გიორგი ანჩაბაძე აფხაზის მამა იოანე, რომელიც მსახურობდა სამეფო კარის მესტუმრედ და იყო ლევან დადიანის მიერ მარიამ დადიანის ძირითად მიტანილი ყმა მიგრაული. როსტომ მეფემ მას არაერთი მამულები უბოძა. 1656 წელს იოანე აფხაზს უწყალობეს შექმნა საგინაშვილის მამული საბარათიანოში, მაწევანის თონეთში და ხრამში. 1654 წელს ნასყიდობის წიგნში იოანე აფხაზი ყიდის ფირიას სტონეთის მკვიდრს, რომელიც ახალ მებატონეს ყორღანაშვილს გადაეცემა. 1657-58 წლებში იოანე აფხაზი იხსენიება როგორც სიგელებში იხსენიება მოწმეებად. 1659 წელს ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი უწყალობებს იოანეს შიოშვილების მამულს ჩხიკვთას მიდამოებში. ამ წლებში აფხაზთა საგვარეულო უკვე ფლობს მრავალ სამეურნეო მიწებს, სამეფო შეწყალებებით და დადასტურებულ მამულებს, რაც მათ მაღალ სოციალურ სტატუსს და პირდაპირ ესე იგი მიანიშნებს. ანუ ესენი იყვნენ თავადები იყვნენ და ესე იგი საკმაოდ ძლიერი თავადები იყვნენ. მე მინდა ერთი ძალიან დიდი აფხაზი მინდა მოგონო და მოვიფერო. ეს არის კოტე აფხაზი, კონსტანტინე აფხაზი, რომელიც იყო საოცარი ადამიანი, იყო საოცარი ქართველი, იყო საოცარი ის იყო, რა ქვია მაგას, პატრიოტი თავის ქვეყნისა, რომელიც დახვრიტეს 1923 წელს აჯაყების მონაწილე იყო ქართულსა ჩოლოყაშვილთან ერთად. და ასეთი სიტყვა სიკვდილის წინ, ასეთი სიტყვა თქვა მე ვხვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდის საქართველოს სამსხურპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. ეს იყო კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები. აი ეს ამაზე უფრო დიდი ბედნიერება რა არის, თორსა ესე იგი სამშობლოსათვის კვდები და იცი რომ ამ სამშობლოს სიყვარული წარადგება, შენს ქვეყანას წარადგება, იმით წარადგება რომ მე ძალიან ბევრჯერ მithქვია და ეხლაც ვამბობ, რომ ესე იგი ერი ვერ განვითარდება სულიერად თუ მას არ ყავს ზნეობრივი გმირი. ერს უნდა ყავდეს ზნეობრივი გმირი, იმიტომ რომ ზნეობრივი გმირის გარეშე ანუ იმ ადამიანის გარეშე, ვისაც მიბაძავს ერი, ფაქტურად შეუძლებელია. ჩვენ რატო ვაღმერთებთ და რატო გვიყვარს ჩვენი ბაგრატიონები და ჩვენი მეფეები, რატო გვიყვარს? იმიტომ კი არა, მარტო იმიტომ კი არა, რომ ესე იგი ღვთაეული გვარია და მოდის, დავითი და მოდის და რაღაცა ესეთი ღვთიური ისა აქვს, რა ქვია მაგას ჩავმავლობა აქვს. არამედ იმიტომაც, რომ ესე იგი ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მართლა ემსახურებოდნენ ხალხს, მსახურობდნენ, მეფობას იწევდნენ, მაგრამ ამ დროს მსახურობდნენ, ერთს მსახურობდნენ და 12 წმინდანი ყავდა ბაგრატიონთა გვარიდან, ანუ მეფეები, 12 წმინდანი მეფე. ესენი იყვნენ ის ხალხი, რომლებსაც ხალხი ბაძავდა კაცო. აი, რომელი ერთი გითხრათ, აი, დავუშვათ, აი დემეტრე თავდადებული, რომელმაც იცოდა სად მიდიოდა და წავიდა, შეგნებულა წავიდა, იმდო წავიდა, რომ ესე იგი აქეთ არ მოსულიყო ეს. ყაენი აქეთ არ მოსულიყო და აქეთ არ ეოხრებინა საქართველო და ამეთი დიდი მაგალითი მიცა ლუარსაბი აიღე და არის ნების ქეთევანი აიღე, რომლებმაც ძალიან დიდი ზნეობრივი
მაგალითი, გმირობის მაგალითი მიცეს ქვეყანას და ქვეყანა ასე ვთქვათ გადაარჩინეს. ერთ-ერთი ამდაგვარი იყო სწორედ კოტი აფხაზი. და არა მარტო კოტი აფხაზი, ძალიან ბევრი კიდაც ამ ჩვენს თანამედროვეობაში აწუხელიძე ავიღოთ, რომელმაც უდიდესი გმირობის ფასად საკუთარი სიცოცხლე დათმო. საკუთარი სიცოცხლე დათმო, იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ, მე, თქვენ, შენ, ჩვენ ამის მაგალითზე ჩვენი შვილები გავზარდოთ. შევაყორო ჩვენ ესე იგი როგორც აწუხელიძეს უყვარდა თავის ქვეყანა, როგორც აი უდიდესი მაგალითი გმირობის ჟიული შარტავა და რომელმაც ფაქტურად არაფერი არ აქვს. ძალიან დიდი თანამდებობა ეკავა და ნებისმიერ დროს შეეძლო წამოსულიყო იქიდან, ისე რომ ესე იგი არავის ბუზიც კი არ აუფრინდებოდა თმიდან. მაგრამ ეს არ ქნა, არ იკადრა ეს. არ აკადრა საკუთარ თავს, არ აკადრა საკუთარ წინაპრებს და არ გვაკადრა ჩვენ, ქართველობას არ აკადრა. არ აკადრა ის, რომ ესე იგი წამოსულიყო აქ და დაეტოვებინა ეს ყველაფერი. ამით ეს არის ეს თანამედროვეობის ზნობრივი გმირები არიან, გაბესკირია, რომ ნიკაგდა ჟიზნიო, არასოს სიცოცხლეში არასოდესო დაიჩოქეო და რო არ დაიჩოქა, ეს რატო ხო შეიძლება დაჩოქილიყო და შეიძლება არც დაეხვიტა და დღეს ცოცხალი ყოფილიყო თავის ოჯახის წევრებთან, მაგრამ კიდევ გეუბნები, საკუთარ თავს არ აკადრა და ჩვენ არ გვაკადრა და საქართველოს არ აკადრა. ტერს თავი არ მოუხარ. ამითი ვარ ჩვენ უნიკალურები და ამითი ვარ ძალიან კარგები. ამიტომ ჯერა მე რომ ჩვენ გადაშენება არ გვიწერია კი დღეს არის რაღაცა საფრთხის წინაშე დგევართ, იმიტომ რომ დემოგრაფიული სიტუაცია არის ძალიან ცუდია და აი ესეთი ცუდია რომ შეიძლება რა ვიცი ახლა ის სულ ვღაფავთ ასე ვთქვათ, მაგრამ უარეს დღეში ყოფილვართ, საიდანაც გამოსულვართ. ჩვენ ისტორიას თუ გადახედავთ ჩვენს ისტორიას, ერთი კაი რამ გვჭირს ჩვენ. აი ცოტა უცნაური ხალხი ვართ, ცოტა რო გითხრათ რომ ერთმანეთი გვიყვარს მეთქი და რაღაც საოცრად გვიყვარს ერთმანეთი, ესეც არ არის. კიდეც გვიყვარს, კიდეც ჩვენში საშუალო არ არის. შეიძლება თელს ერებს, თელს სოფლიოს ერებს ყველას აქვს საშუალო. არიან კარგები, არიან ცუდები და არიან საშუალოც აქვს. ჩვენ ფაქტურად საშუალო არ აქვს, ან ძალიან ცუდები ვართ, ან ძალიან კარგები ვართ. ხასიათებიც ასე ვართ, აი ვართ, ესე იგი ან ძალიან ფიცხები ვართ, უცებ გავბრაზდებით, უცებ მე შემდეგ მეორე წუთს იგივე სიტუაციაში შეიძლება ის ვიზეც გავბრაზდეთ, მე იმ წუთში შეგვეცოდოს. ასეთები ვართ, ასეთები გაგვაჩინა უფალმა და ამას ახლა ვერაფერს ვერ ამის შეშეცვლა არის ამის მეტალობის ის არის ძალიან ძნელია. მაგრამ აქედან გამომდინარე ვამბობ ამ ყველაფერს, ესე იგი შეიძლება ბევრ რაღაცაში ვცდებით, მაგრამ ერთი რაღაცა მართლა ასია რა, როცა ძალიან გვიჭირდა და როცა ესე იგი ხვდებოდით, რომ ესე იგი გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო ჩვენი გაერთიანება, ქართველი ერი ივიწყებდა ტრობას, ივიწყობდა ერთმანეთის მიმართ ტრობას, შუხს, გაერთიანდებოდნენ, ერთიანი ძალით დაამარცხებდნენ მტერს და დამარცხებულზე ისევ ვიწყებდით ერთმანეთის დაჭმას და ისევ ვიწყებდით ერთმანეთის შუხს. ასე რომ ჩვენ ცოტა იმპულსური ხალხი ვართ. და ამიტომ ჯერა და ამიტომ წამს რომ ჩვენ გადაშენება არ გვიწერია კიდე იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ სიყვარული და სიძულვილი თითქმის ერთნაირი გვაქვს, ჩვენ საშუალო არ აქვს. არ უნდა ძალიან გვიყვარდეს, ან ძალიან უნდა გძულდეს. ხო და აი სიყვარული მე ძალიან ბევრჯერ მithქვია, სიძულვილი ანგრევს, სიძულვილი არ აშენებს. აი აშენებს, სიყვარული აშენებს. მე მინდა ჩემი თხოვნა და ჩემი სურვილია, უბრალოდ თხოვნა რა, მე ვინა ვარ რომ ვიღაცას თხოვ და შემისრულოს, არც მომისმინონ, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ ესე იგი ჩვენ გავერთიანდეთ ხალხმა, ის დროა რომ გაერთიანების დროა. ჩვენ დრო არ გვაქვს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. აი ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ამ ცოტა დროში უნდა მოახერხოთ გაერთიანება და თუმცა გავერთიანდებით ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი. აი ეს გადაგვარჩეს სწორედ. მე მინდოდა კიდე ორ გვარზე მომეთქვა, მაგრამ ამაზე შევჩერდები დღეს. ახლა
სიტყვას დაუთმობ ვალერი ხიმშიაშვილს, რომელიც წარმოგიდგენთ რამოდენიმე როგორც მე ვიცი 10 გვარი და წარმოგიდგენთ ვალერი ხიმშიაშვილმა და შემდეგ ისევ გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. გთხოვ ვალერი. გამარჯობათ. მოგესალმებით. ვაგრძელებ ჩვენ გვარდაცემათა ციკლს ბატონ ლევან ბერაიასთან ერთად ქართულ გვარებზე. მოგახსენებთ ქართულ გვარებს. დავიწყოთ ჩვენ დღეს ნაუაშვილის გვარიდან. გვარი ნაუაშვილი ქართული წარმოშობის გვარია. გვარი ეპონიმური გვარსახელია და გვარს ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის სახელი ნაუა. ადრე სახელი ნაუა გავრცელებული იყო, მაგალითად მე-15 საუკუნეში ხევში სტეფანწმინდაში სოფელ ელისხევში მოხსენებულია დეკანოზი ნაუა. თავდები საარჩელო გადაწყვეტილების წიგნში. გვარის წარმოშობის ადგილი არის დვალეთი. მე-16 საუკუნის დასაწყისში დვალეთში მოხსენიებული არის გვარი ნაუაშვილი. მე-15-მე-16 საუკუნეში დვალეთში შემოჭრის დროს, ოსების დროს ძალიან ბევრი გვარის წარმომადგენელი გადმოვიდა დვალეთიდან, გადმოვიდნენ რაჭაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში და ასე შემდეგ. ამ გვარებს შორის, რა თქმა უნდა, გადმოვიდა ნაუაშვილის გვარის წარმომადგენელი. მე-17 საუკუნის ნახევარში გვარი ნაუაშვილი ფიქსირდება შიდა ქართლში, კასპის რაიონში, სოფელ ყურსში. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ნაუაშვილი ყურს მცხოვრები მამასახლისი იყო. სამართლო დავთრის მიხედვით ევალებოდა შუბით ლაშქრობა მის კომლიდან სამ კაცს. ასევე ქვემო ჭალაში მოხსენებულია მე-18 საუკუნის 30-იან წლებში მცხოვრები ბერი ნაუაშვილი, რომელიც მსახურთა კატეგორიის წარმომადგენელი იყო ამილახვრის კარზე. ჩვენ ვიცით, რომ მსახურთა კატეგორიის წარმომადგენლები გლეხ კატეგორიაზე უფრო ზემდგომი კატეგორია იყო, რომელიც ფეოდალებში ან სამეფო კარზე მსახურობდნენ მათ კარზე და მსახურიდან აზნაურობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო და რაღაც დამსახურების გამო ასევე ბევრი მსახურის გვარიდან წამოვიდა აზნაური. ასევე 1818 წელს კამერალური აღწერის მიხედვით ნაუაშვილები ცხოვრობენ ქვემო ჭალაში. მან ფიქსირდება გოგია ნაუაშვილის ოჯახი. მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში სოფელ ყურსიდან ფიქსირებული ნაუაშვილის წარმომადგენელი გადმოდის სოფელ ჭალაში, ასევე სოფელ წილკანში. იყვნენ საბატონო, სახაზინო და საეკლესიო, ასევე როგორც ვთქვით, მიეკუთვნებოდა მსახურთა კატეგორიას. ამჟამად ნაუაშვილები ძალიან მცირე რაოდენობით არიან, ცხოვრობენ წილკანში, მცხეთაში, თბილისში, სამწუხაროდ არც ყურსში და არც ქვემო ჭალაში, კასპის რაიონია, ნაუაშვილები არა ცხოვრობენ და სრულიად მათი რაოდენობა შეადგენს ამჟამად 73 ადამიანს. ღმერთმა ამრავლოს ეს გვარი, რა თქმა უნდა, კაი გვარია. მოდი ჩვენ შემდეგ გვარზე ვისაუბროთ, რამოდენიმე გვარზე ვისაუბროთ. ეს გვარია, დავიწყოთ ვარდაშაშვილის გვარი. გვარი დადასტურებულია ვარდაშაშვილის სახით 1791 წლის აღწერით. ხევში, სოფელ ყანოვში ცხოვრობდა ვარდაშაშვილი. დღეს ძირითადად ვარდაშაშვილები იძახიან ვარდოშვილის გვარსახელს, ატარებენ ვარდიშვილს და ვარდუაშვილს ასევე. 1775 წლის აღწერით სოფელ ყანოვში იყო აღრიცხული ერთი ოჯახი, კურკუმელა ვარდაშაშვილი თადო და მისი ძმა შიო. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით 1774 აღწერაში მოხსენებულია კურკუმელი ბათუშაშვილი ივანე.
შთამომავლებიც ვარდაშაშვილებად, ვარდიშვილებად, ვარდიაშვილებად და ვარდოშვილებით დაეწაებდნენ. ამ გვარში დღეს მკვიდრდება ისე როგორც სხვა მოხევეებში ეს გვარის წარმომადგენლები. მე-16 საუკუნეში ვარდაშაშვილები ის უმეტესი ნაწილი მიგრირებენ ვლადიკავკაზში და უკვე გაუსწნენ 1896 წლის აღწერაში ასეთი სამი კომლია დარეგისტრირებული უკვე ყანუებში პრაქტიკულად მეტი არ არის ვარდაშაშვილები 1860 წლის აღწერით კახელ სოფელ მარიამ ჯვარში მკვიდრდება ორი კომლი. შემდგომ ამ კომლის 1873 წელს სამი კომლი უკვე იყალთოში ბინადრობდა. ამჟამად ძალიან ცოტას შეადგენენ 200 ადამიანს შეადგენენ, ცხოვრობენ როგორც კახეთში ასევე ცხოვრობენ შიდა ქართლში, ხევში და ასე შემდეგ. შემდეგი გვარი აქედან წამოსული გვარი არის ვარდიაშვილი. 218 წლის მონაცემებით ვარდიაშვილი სულ 460 ადამიანი იყო პრაქტიკულად იმის შემდეგ მოიმატა ძალიან ცოტამ სამწუხაროდ შემცირდა გახდა 1380 ადამიანი აქედან ცხოვრობდნენ თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და სხვათა შორის აქედან ამ გვარის წარმომადგენლები 11 ადამიანი, რომლებიც მიგრირებულები იყვნენ აფხაზეთში, სულ ხდება 11 ადამიანი. გვარი პირველად ვარდიაშვილი არსებული დოკუმენტებით პირველად მე-16 საუკუნეში ხდება. გრიგოლ ვარდიაშვილი მოწმეა 1500 წელს შედგენილი სავენახის ნასყიდობის წიგნისა. ასევე 1531 წლის დათარიღებული ბასილ კათოლიკოსის წყალობის წიგნში მოხსენებულია გიორგი ჭარმოვლისადმი ვარდიაშვილის სოფელ აღიანში ნაქონი ვენახი, რომელიც ვარდიაშვილს მიუყიდია. აღდგომელ ვარდიაშვილი 1601 წლის ყმის ნასყიდობის წიგნის მოწმეთა დასახელებული. 1662 წლის დოკუმენტებში მოხსენებულია მელიქი ქაიხოსრო ვარდიაშვილი და ასე შემდეგ. წერანას თქვით, რომ ვარდიაშვილებიც ძალიან ცოტანი დარჩნენ და რო ვუყურებ და ვაკვირდები და რო ვსწავლობ ამ გვარებს ჩვენ გვარშიც ეგრეა და ყველა გვარშიც ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ. ვარდიაშვილები იყვნენ როგორც საბატონო, სამეფო, ასევე ძირითადად საეკლესიო გლეხები იყვნენ ბევრნი. შემდეგი ამ გვარიდან გამოვიდა ეგეთი გვარი ვარდიშვილის დასტურდება პირველად მე-15 საუკუნეში 1492 წლის საბუთით ვარდიშვილი მოწმეა ელიაზარ ელიოზიშვილის მიერ შიომღვიმის მონასტერში მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა. ხოლო შემდეგ 1653 წლის დოკუმენტით სოფელ კაცისხევში მცხოვრები დათუნა ვარდიშვილი მარიამ დედოფალმა მამულით აჯუქა ავალიშვილს. 1677 წლის საბუთით გიორგი ვარდიშვილმა დაადასტურა თავის პაპის მიერ დათუაშვილისათვის ბაღის მიყიდვა. 1801 წლის აღწერით კაისარი კახეთის აღწერა ვარდიშვილები ცხოვრობენ ბულაჩაურში და
პარადოქსულად გამოდის ვისაუბრო, იყვნენ ხიმშიაშვილების გლეხები. სოფელ დავათში 1853 წლის აღწერით ცხოვრობდა 5 კომლი იყო აღრიცხული. 1873 წლის აღწერით ვარდიშვილების 10 კომლი მკვიდრობდა არაგვის ხეობის მთისწინეთის სოფელ დავათში. 1876 წელს 16 ტომლი ისტორიულ ძაგნაკორას ქვეყანაში, რომელიც შედიოდა, რა თქმა უნდა, ბულაჩაურიც. ბულაჩაური და უმეტესი რაოდენობა ბულაჩაურში ცხოვრობდა. შემდეგ გვარზე ვისაუბროთ ჩვენ გვარ ვარდიძეზე. გვარი ვარდიძე ფუდის ფორმით ვარდისძეთა იხსენება, რომელიც მე-16 საუკუნის დოკუმენტებში მოხსენებულია გოგი ვარდისძე, რომელსაც ქურციკ ფირცხალაძესთან ერთად ახდილას წმინდა გიორგის რუს გამოსახებლად შეუჭირავს 600 თეთრი და აღაპი გაუჩენია. 1886 წლის საოჯახო სიებით მაჰმადიანი ვარდისეები სამცხის სოფელ ზანავში მკვიდრობდნენ. ვარდიძეები თუშეთის ჩაღმის თემის სოფელ დიკლოს მკვიდრნი არიან. ცოტა შორის ნაწილი ვარდიძეების არიან ვარდაშაშვილების გვარის წარმომადგენლები, ასევე აი სოფელ ჩაღმის თემში მცხოვრები სულ დამოუკიდებლად განსხვავებული გვარია, ერთმანეთთან არავითარი საერთო არ აქვს. გიორგი ბოჭორაძის მიერ მოპოვებული ეთნოლოგიური მასალების მიხედვით აი ზუსტად ჩაღმის თუშეთში ჩაღმის თემში მცხოვრები ვარდიძეები აბულაურების განაყოფები არიან. ამჟამად ვარდიძეების საერთო რაოდენობა საქართველოს შეადგენს სულ 327 ადამიანს. ადამიანში ცხოვრობენ თბილისში, სამცხე-ჯავახეთში ის ვარდიძეებიც სხვა წარმოშობის არიან, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში. საკმაოდ ცოტა არიან, როგორც წეგანა ვთქვით, ნალევი გვარია ვარდიძეების და მოდით ახლა ჩვენ ვისაუბროთ გვარ საინტერესო გვარია სტეფანაშვილი, იგივე სტეფანიშვილი. გვარი სტეფანაშვილი ტიპიური ქართული ტოპონიმური მამაკაცის სახელზე დაფუძნებული გვარია. წარმოიქმნა სახელიდან სტეფანე, რომელსაც ემატება ქართული გვარის წარმოქმნელი სუფიქსი აშვილი, რაც ნიშნავს შვილს ან სტეფანიშვილს. სტეფანი ქრისტიანული წარმოშობის სახელია. ბერძნული სტეფანოსისგან მოდის, რაც ნიშნავს გვირგვინოსანს, მოწამეს. ეს სახელი გავრცელებულია ქრისტიანობის შემოღების მერე საქართველოში. ძველ ქართულში გავრცელებული იყო სტეფანოს, რომელიც ხდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერაში, მე-6 საუკუნეში, ძალიან ძველი ის არის. ამ სახელიდან წარმოქმნილი გვარებია სტეფანაშვილი, სტეფანეშვილი, სტეფანიშვილი, სტეფნაძე და ასე შემდეგ. გვარის წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ ქვემო და შიდა ქართლი. პირველად ისტორიულ წყაროებში ეს გვარი ჩანს მე-17-მე-18 საუკუნეებში. მაგალითად სტეფანაშვილი, აზადი, იმისი განაყოფები, ზურაბი, ელიზბარი და ასე შემდეგ. ასევე ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ მარტყოფში. მაგალითად 1801-1802 კახეთის დიდი აღწერის დავთარში მოხსენებული არიან სტეფანაშვილი ფიცხელა, რომელიც იყო იასაული და სტეფანიშვილი ზურაბა, მაგისი ძმა გოგია. ასევე სტეფანაშვილები მოხსენებულები არიან მარტყოფში 1744 წლის აღწერაში.
1844 წლის შემდეგ სტეფანაშვილები უკვე ფიქსირდებიან მარტყოფში. მე-19 საუკუნის 20-იან წლებში შემდეგ სტეფანაშვილები იწერებიან სტეფანიშვილებად, ადრე სტეფანაშვილები. ასევე ასეთი სურათი გვაქვს ამ სოფელში, სადაც გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ. კახეთის სხვადასხვა სოფლებში, ასევე ქართლებში. პირველად ისტორიულ წყაროებში ქართლში, გორის რაიონში 1527-1558 წელს იხსენიება სოფელ სკრაში და ხელთუბანში. მაგალითად, სტეფანაშვილის ცხოვრები გოშბარდა როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი მამულით ერგო როინს და მის ბიძაშვილებს. ასევე სტეფანაშვილი ხუდაბაშა მოწმე ნასყიდა ხარატიშვილის მიერ ბეჟან ანდრონიკაშვილის ნასყიდობის წიგნში არის მოწმედ მოყვანილი. ეს არის 1650 წელი. ასევე 1664-1678 წელში მოხსენებულია ვინმე ხელთუბანის ცხოვრობის სტეფანაშვილი გოგინა, მოწმე აბდულა თუმანიშვილის მიერ ჯიმშიტა თუმანიშვილის მიცემულ მამულის ნასყიდობის წიგნისა, ასევე ესტატეს მიერ თავისი განაყოფის ფარსადანის მიერ მიცემულ ვენახის გათვლილობის წიგნისა მოწმეთ და ასე შემდეგ. სტეფანაშვილი მაგალითად კიდევ მოხსენებულია 1692 წელს ქავთარ-ქავთარაძის წართმეული ყმა. იგი ნაზირილ ხანმა ქავთარს დაუბრუნა. ესე იგი ქავთარაძემ წაართვა ქავთარაძეს და დაუბრუნა ქავთარ-ქავთარაძეს ნაზირილ ხანმა. ასევე 1679 წელს სტეფანაშვილი გიორგი მოწმეა ამირაშვილის მიერ გარსევან ქარუმიძის მიწის მიცემული და წიგნის ნასყიდობის წიგნისა. ასევე კასპში და კასპის რაიონებში მოხსენებულები არიან სტეფანაშვილები. ეს უკვე მე-17 საუკუნის ბოლოა. ეს არის 1680-1605 წელი. მაგალითად, სტეფანაშვილი ახალ ქალაქს ცხოვრობდა, ეს კასპის რაიონია. ყაზარა ამბარაშვილს ფარდათ ისინი ერგნენ მოურავსა და ზურაბსააკადეს. ასევე სტეფანაშვილი კას მცხოვრები მესაურე მოლაშქრე სამოელახრო დავთვლის მიხედვით მისი კომნიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა კასპში. ესენი იყვნენ სულ ყველა აბსოლუტურად ამილახვრების ყმა გლეხები. კი ბატონო, ასევე სტეფანაშვილები ცხოვრობდნენ მცხეთის რაიონში, რომლებიც იყვნენ გურამიშვილების და გედევანიშვილების გლეხები. მაგალითად, სტეფანაშვილი სურამელა ღუროს მცხოვრები გლეხი, გივი და ფერმოს გურამიშვილების ყმები იყვნენ. ნაზრელი ხანმა იგი მამულით სისხლში უბეძა გურამიშვილს და მის ძმებს. სტეფანაშვილი, როგორც ვიცით, მრავალფეროვანი გვარია, ყველგანაც ცხოვრობდნენ, მაგალითად ცხოვრობდნენ ასევე ქვემო ქართლში. სტეფანაშვილი იოსები ხუცესი რევაზი სტეფანიშვილის ბიძაშვილი. მან გატეხა ყაფლან ბარათაშვილის სასაფლაო და ფიტარეთის ღვთისმშობელს თვარმარგალიტი გამოატანა. ეგეთი დოკუმენტი არსებობს სრულიად უცნაური. ამჟამად სტეფანაშვილები ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. როგორც ვნახეთ, ამ დოკუმენტების საფუძველზე სტეფანაშვილები საქართველოს ბევრ კუთხეში ცხოვრობენ, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და სხვაგანაც მცხეთაშიც. ეხლა ამჟამად ცხოვრობენ გორში, ვარიანში, მარტყოფში, ტინისხეთში, ხელთუბანში, ატოჩში და თბილისში და მათი რაოდენობა შეადგენს 127 ადამიანს.
117 ადამიანს, რა ვთქვათ, ღმერთმა ამბრალო სტეფანაშვილის გვარის წარმოდგენილები ყველგან უკვე ჩვენ ვერ ვასწრებ და ერთი მინდოდა გითხრათ. ხალხო, ძალიან საინტერესო არის, რომ გავიკეთოთ გენეტიკური კვლევა. გენეტიკური კვლევა, იმიტომ რომ აი მაგალითად მე წეღან შევეხე დვალეთ, ჩვენ ვიცით რომ ისტორიულად დვალეთი იყო საქართველო, ვიცით რომ მე-13 საუკუნიდან მოხდა მონღოლთა შემოსევების დროს შევიწროება, ასე ვთქვათ, ოსეთის და ოსები პირველად იძულებული გახდნენ რომ წამოსული იყვნენ აღმოსავლეთით აქეთ ქვევით ჩამოსულიყვნენ და მიაწვნენ პირველად დვალეთს, შემდეგ როგორც იტყვიან ჭამამადაში მოდისოდა უკვე თვითონ დაიწყეს დვალეთში შემოსვლა და ასე დაპყრობა და შევიწროება და ძალიან ბევრი გვარი გადმოვიდა დვალეთიდან და ვინც დარჩა გაუსწნენ, მაგალითად ძალიან ეგეთი გვარია, როგორ შეიძლება ჩვენ ყველა ადამიანის გაუსება, თქვათ, გასომხება, მაგალითად ავიღოთ გვარი ცხოვრებაშვილი, თვითონ გვაძლევს, ჩვენ ვთვლით, რომ ოსები იყვნენ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს არა, მე ყველას ვენაცვალე, ოსაც, ქართველსაც, სომეხს, თათარს და ყველას, მაგრამ ეგრე ხელახებით ადამიანის, ქართველად არ ჩაათვლა ძალიან ცუდია. ძირი ვნახოთ იგივე ხარებაშვილს, როგორც შეიძლება ხარება ოსური სახელი იყოს, ასევე სიხარული ოსური სახელი იყოს, ფუძეს დაუკვირდეთ, მე ეს მინდოდა გითხრა და იმიტომ გეუბნებით გვარის გენეტიკური კოდის გაკეთება ყველას, მე ვფიქრობ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ მიზანშეწონებია, იმიტომ რომ მაგ გენეტიკურ კვლევებმა ბევრ საინტერესო კითხვას გასცეს პასუხი. მაგალითად, გადმოცემით ვიცით, რომ სიდამონიძეები ვთქვათ, ბიბლიურების ქსნის ერისთავები და არების ერისთავები წარმოშობით ოსეთიდან არიან. არის ეგეთი ისა მოსაზრება, მაგრამ გადავხედოთ გენეტიკურ კვლევებს, გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეგენი არიან სუფთა ქართული J200 მატარებლები და არიან სუფთა ქართველები და მოდი კიდევ ეს ყბადაღებული ის რო არის სტალინთან დაკავშირებით ოსი იყო. მოდი გადავხედოთ მე შეიძლება არ მიყვარს კომუნისტები და სტალინი, იმიტომ რომ რაც ჩაიდინეს მე მაქვს ის ნანახე 38 წელს, 37-38 წელს და სხვა წლების რეპრესიები და რა დროსაც ამ სიასა და ამ იმებსაც მოგაქვთ ჩვენ ნენელა და გენეტიკურად ქართველი აღმოჩნდა ბატონო ჩემო, არავით არის ოსი და ასე მე ვურჩევ კიდევ ეგეთ გვარები არის, რომელიც მაგალითად თვლიან, რომ სომხური გვარია, ან ოსური გვარია, ან თათრული გვარია, გაიკეთონ გენეტიკური კვლევა და წერტილი დაუსვან ამ საკითხს. არა, მე რეკლამას არ უწევ არავის, მაგრამ ეს ასე უნდა იყოს ხალხო, მაგალითად ჩვენ ვიცით გვარი ტერტერაშვილი, ზოგს ტერტერაშვილი გონია სომხური წარმოშობის გვარი, მაგრამ სინამდვილეში სომხური არ არის, არის ქართული, თან აზნაურები იყვნენ. ასევე ვთქვათ მარტიროზაშვილები აზნაურები იყვნენ და სხვათა შორის მე-16 საუკუნეში თავადის სახელით ეჭირათ ხელში. ავიღოთ მაგალითად გვარი ყაზარაშვილი, ამას შემდეგ გადაცემაში აუცილებლად ვიტყვი, იმიტომ რომ ერთმა ქალბატონმა მოგწერა გვარ ყაზარაშვილზე. ქართული წარმოშობის გვარია, ეგ არის მე-14 საუკუნეში იხსენიება კახეთში და არ შეგვაცნოს იმ ამბავმა, რომ ზოგიერთ სახელმა მაგალითად ერთ-ერთი ის იყო, რომ გაიანეო და გაიანე სომხური სახელი არ არის, არა ბატონო ჩემო, გაიანე არ არის, ბერძნულია და ჩვენ დედოფლებსაც, მეფიშვილებსაც ერქვა გაიანე და ბევრ თავადაზნაურთა გვარებში ერქვათ ეგეთ წარჩინებულ გვარებში სახელი გაიანე, ასევე სხვა სახელები, რომელიც ჩვენ გონია, რომ არის სომხური და ასევე გვარები და სინამდვილეში არის ქართული წარმოშობის გვარები. აი, ძირითადად ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის და
რომ აუცილებლად ვიტყვი შემდეგ გვარებსაც საინტერესო გვარებია და აი შეგადაში ვიტყვი ეგეთ გვარებს და ეგეთ მასალებს მოგაწვით ჩვენა რომელსაც ჩვენ თვლით რომ არის ქართული და ისტორიულადაც არის ჩვენ კი არა თვლი და ზოგიერთს გონია რომ არის სხვა ეროვნების წარმომადგენელი ეს დიდი სიცხული რო დაწერეს რაღაც 375-ო თუ რაღაც გვარიო ეს ხო მტრის ქვილზეა სხავს წყალს ასე რომ არა ჩვენ არ გამოვრიცხოთ რომ საქართველოში არ ცხოვრობდნენ მაგალითად ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები და ჩვენ ვიცით რომ 3 ეროვნების წარმომადგენელი იყო, მაგრამ ყველა კარგად ცხოვრობდა და მოვაშოროთ ეს არაბიზაცია და ისა მე მაგას ვიტყვი. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ აი რასაც ეხლა ხდება ეს მიუღებელია. მოვიდნენ სტუმრად, კი ბატონო, იყვნენ 2 კვირა 1 თვე და წავიდნენ. რა გვინდა აქ ეს ხალხი? ეს ცოტა გადახვევა იყო ეგეთი, მაგრამ ესეც საჭიროა. აი სულ ეგ მინდოდა და ხო გეუნებით შემდეგ გვარებზე უფრო მეტად ვისაუბრებ და ერთიც მინდოდა თუ თქვენ გაინტერესებს თქვენი გვარის, აი თქვათ წარმოშობა ვინ იყვნენ რეპრესირებულები პირველ მსოფლიო ომში, ადრესაც ვთქვი, მეორე მსოფლიო ომში წარჩინებული პიროვნებები, დეტალურად თუ დაგაინტერესდებათ, აი მითითებულ ნომრებზე და მეილზე, ელექტრონულ პოსტაზე მოგწერეთ და სიამოვნებით გამოვიკვლევთ თქვენ გვარებს და მოგაწვით გვარის ინფორმაციებს. ეხლა დროებით კარგზანდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე. დიახ, ვალერიმ საკმაოდ როგორც თვითონ ჩვევია, საკმაოდ ლამაზად, მოკლედ და ლაკონურად წარმოგვიდგინა რამოდენიმე გვარი და ამით ალბათ თქვენს ისტორიის რაღაცა ჭია, რაღაც ძალიან ბევრმა გვარმა ამ გვარებმა ახლა ვინც მოვისმინეთ ამ ვალერის საუბარი, რაღაც დაიკმაყოფილა, რაღაცა ჭია დაიკმაყოფილა თავის ცნობის მოყვარების ჭია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი და მე ერთი განცხადება მინდა ჩვენ რამოდენიმე იმას ვქენით, აქ დავდებით რამოდენიმე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ ესეთი განცხადებები ჩვენ ესე იგი თუ გაინტერესებთ თქვენი საკუთარი გვარის ისტორია შეგიძლიათ მოგმართოთ ჩვენ და ჩვენ დაგეხმარებით რა თქმა უნდა თუ პატარა მოკლე ინფორმაცია გაინტერესებთ მოკლე ინფორმაციაში და იმაში რასაც ჩვენ გადაცემებში ლაპარაკობთ მაგაზე რაზეა ლაპარაკი არ დაგამადლი და დაგაყოდეთ ყველაფერს ისე მოგაწვით მაგრამ თუ თქვენ გინდათ რაღაც ასეთი ფორმით, აი ახლა ეს არის ასეთი ფორმით თუ გინდათ თქვენი გვარის ისტორია წარმოგიდგინოთ. ეს არის რამოდენიმე 5, 6, 7 გვერდისგან შემდგარი ისტორია. ნუ ამას რა თქმა უნდა სათანადო ანაზღაურება უნდა, სათანადო იტო შრომას მოითხოვს და ყველა შრომა ანაზღაურებადია და ნუ ხალხი ვისაც ახლა ეს მარტო ჩვენ არ ვაკეთებთ ამას, რამოდენიმე ადამიანი აკეთებს ამას და რა თქმა უნდა მათ და გინდათ ჩვენც გვინდა ეს ყველაფერი ესე იგი რაღაც გარკვეული თანხაჯდება, იმიტომ რომ მოძიებას, მაშინ არქივებში მოძიებას და ხელნაწერ ინსტიტუტში მოძიება ყველაფერი გახდა ფასიანი. მადლობთ ყურადღებისათვის და დიდი მადლობა იმისათვის, რომ ესე იგი გვიტანთ უკვე 96 გადაცემა არის ეს, კიდევ 4 გადაცემა და იქნება საიუბილეო. ხო და რა ვიცი, აბა ძალიან ხოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მადლობთ ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრები ვარ